გაკვირვებული დარჩებით იმდენად მარტივად მზადდება ეს კერძი და იმდენად გემრიელია. იმისათვის რომ არ დაკარგო რეცეპტი შეინახე ვიდეო, გამომიწერე და დავიწყოთ. არ ჭირდება ბევრი და რაც მთავარია ძვირად ღირებული ინგრედიენტი. ეს ყველაფერი დაახლოებით 30 ლარად გამოვიწერე ორი ნაბიჯის აპლიკაციით. და აღმოვაჩინე ბრინჯი, რომელიც აქამდე არ გამომიყენებია და არის უგემრიელი. დარწმუნებული ვარ, მკითხავთ როგორ მოხარშე ასე, ამიტომ აქვე გეტყვით რომ კარგად გავრიცხე და დავამატე წყალი 1:2-ზე პროპორციით. სანამ ბრინჯი გრილდება, დავჭრათ 1 ცალი ხახვი. ასევე დავჭრათ 1 ცალი სტაფილო. და მოვთუშოთ გახურებულ ტაფაზე ზეთში. მოვთუშულ ხახვს აქვე დავამატოთ 3 სუფრის კოვზი ბარდა. ეს ყველაფერი გადავიტანოთ თასში ბრინჯთან ერთად და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ამავე ტაფაში უნდა შევწვათ 3 ცალი კვერცხი. ასე დავაკუცმაცოთ კოვზების დახმარებით და გადავიტანოთ თასში ბრინჯთან. ვამატებთ ბლომად მწვანე ხახვს. მოვესხათ ცოტა სოიას соуსი. დავამატოთ მარილი და მზად არის, შეგვიძლია გავსინჯოთ. მართლა ძალიან გემრიელია, იმისათვის რომ მსგავსი რეცეპტები არ გამოტოვო, გამომიწერე. დროებით.